რუსეთი კი უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმას აგრძელებს. გასულ ღამეს საოკუპაციო ძალამ კრივოი როგზე საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, კიდევ ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. უკრაინელებსა და რუსებს შორის გასული 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. რუსებმა სარაკეტო შეტევა დონეცკის ოლქის საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც განახორციელეს. შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა, თუმცა მსხვერპლზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. მტერმა დაიწყო სარაკეტო შეტევა დონეცკის ოლქის კონსტანტინოვკას სკოლაზე. საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა. მთლიანობაში მტერმა განახორციელა 50 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. რუსეთის ტერორისტულ თავდასხმებს სამწუხაროდ მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა. განადგურდა და დაზიანდა სკოლა, საცხოვრებელი კორპუსები, ასევე სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.